გამარჯობა მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს და საუბრებს მონარქიაზე, სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე. ჩვენ გახლავართ საქართველოს სამეფო კლუბის წევრები, ეს გადაცემაც არის სამეფო კლუბის გადაცემაა და ჩვენ პერიოდულად ხვდებით ერთმანეთს და ლაპარაკობთ იმ საჭიროებო საკითხებზე, თუ როგორ უნდა იყოს ხვალიდელი დღე საქართველოსი და როგორ უნდა იყოს პოლიტიკური მოწყობა, სახელმწიფოებრივი მოწყობა. ჩვენ როგორც მონარქისტები მიგვაჩნია, რომ სახალხო კონსტიტუციური მონარქია არის ყველაზე კარგი მოდელია დღეს საქართველოსთვის. ამის მაგალითი ძალიან ბევრია ევროპაში 11 სახელმწიფოა მონარქიული სახელმწიფო, რომელიც ძალიან წარმატებულები არიან. ყველაფერს თავი დავანებოთ იაპონია, რომელიც ზე სახელმწიფოა და სადაც ესე იგი მონარქია არის დამკვიდრებული. მაგრამ არის ერთი პრობლემა. ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე გვინდა დღეს გესაუბროთ. ჩვენი სტუმარია დღეს სამეფო კლუბის საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო წევრი, ძველი მონარქისტი ასე თქვა და 80 წლების დასაწყისიდან ეროვნული მოძრაობის ესე იგი ერთ-ერთი ესე იგი ფუძემდებელი და დამწყები რა იმ ყველაფრის კორიფე რა რომელმაც ძალიან კარგად იცის ესე იგი იმ ყველაფერი და რა ჯობია და როგორ ჯობია საქართველოსთვის. ბატონი გიორგი ბურჯანაძე და მინდა რომ დღეს ამ საკითხებზე ვილაპარაკო და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც აწუხებს დღეს ხალხს და მინდა რომ ესე იგი გავაცნობიეროთ ხალხის რა არის სინამდვილეში რა არის ასე გვემუქრება თუ არა ესე იგი ბატონყობა ბატონობიობა ასე კიდევ რას ეუბნებიან ხო ბატონყობა გინდა ხო ასე გვეუბნებიან და გვინდა ბატონყობა საშინელი ხალხია ერთმანეთს სუპიჭამიებს და მას ეძახიან ხო არა აკაცუკებს და არა ქართველ სინამდვილეში ორივე ერთი სისხლით არიან წამოსულები ანტიქართული მოძრაობიდან და შესაბამისად სიმართლე ძულით. აი დავიწყოთ თავიდან, რა არის სახალხო მონარქია, რა მისი ფუნდამენტი. პატრიარქმა ძალიან მარტივად განმარტა. ხო, მეფე მეფობს, მაგრამ მან მართავს. რას ნიშნავს ფორმულა გავმარტოთ? ანუ სამეფო ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლებაში არ ერევა. მხოლოდ კრიზისულ ვითარებაში, როდესაც ხედავს დაკვირვებს საარჩევნოს, როდესაც ხედავს სამართლებრივ დარღვევებს, მაგ შემთხვევაში ებმება საქმეში, როდესაც არის საიშროება ომის პირობებია იმ შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო საბჭოს მეთაური ებმება საქმეში და რაც თავარია, ეხლა დღეს საქართველოს სასამართლო რა არის, არ ვიცით. და ისტორიულად არსებობდა სამეფო სასამართლო და მოსახლეობის 99% ამ სასამართლოს იჯერებდა. ეს ტრადიცია. ეხლა დღევანდელი სასამართლო რა გვაქვს? დღევანდელი სასამართლო არის პარტიული სტრუქტურის ნაწილი. კი ბატონო. ასე არის რამდენი წელიწადია უკვე ჩვენ დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ, ფსევდოდემოკრატიულში 36 წელიწადი გადის. ეს არის პარტიული სამსახური, რომელიც მიუჯის იმას და იმდეს, როგორც არის მოთხოვნა. აი ეს არის სიმართლე. მერე ჩვენ ნახავთ, როდესაც იქნება არჩეული მოსამართლე, როდესაც იქნება პარტიების მიერ ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიერ დანიშნული მოსამართლე და იქნება მეფის მიერ დანიშნული თავისი წარმომადგენელი სასამართლო სისტემაში. ვისთან მივა ხალხი სააჯოთ და სიმართლის დასადგენად. ეს ყველაფერი გამოჩნდება. ეს ასაც გვეუბნებიან, რომ აი ვიღაცა ჩაიგდებს არავითარ შემთხვევაში ეს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, არ იქნება დაშვებული და თუ ეს ვინმე ესე იგი დაარღვია, ის დაკარგავს ლეგიტიმაციას ის, რაც არ უნდა ხელმწიფე იყოს. ეს პირდაპირ უნდა ჩაიწეროს. ხოლო სასამართლოს მეშვეობით მეფე ადგენს სამართალს ქვეყანაში. და არავითარ დანიშნა და არავითარი ისენი არათუ თავადები და ვიღაც ისენი რა ქვია უზურპატორები და ვიღაც ესე იგი გრაფები და ჰერცოგები არამედ ელემენტარული აღმასრულებელი ხელისუფლებაში დანიშნოს ვინმე და მისი კანდიდატურა ძალით გავიდეს, ესეც კი დანაშაულია. ეხლა გეტყვით მე ერთ მაგალითი იმაში ჩინეთში რა იყო. ჩინეთში უზარმაზ ჩვენ ებროს თანაზომიერი ქვეყნები ვიყავით, აქ 12 მილიონზე მეტი 16 მილიონამდე ცხოვრობდა, ჩინეთში ცხოვრობდა მაშინ 16 მილიონი. თანაზომი, მაგრამ ჩინეთს რა უპირატესობა ჰქონდა, ხო მიუხედავად იმისა, რომ მონღოლების იყო ხელისუფლებების მუდმივი ცვლა, ახალი თაობებით, 300,000 სტუდენტი აბარებდა გამოცდებს, ვინც გავიდოდა შემდეგ ეტაპზე. მერე იყო იქ 30,000 სტუდენტი. ესენი იღებდნენ ჩინოვნიკის თანამდებობებს და ბოლოს იმპერატორი ხდებოდა
ვინც ბოლოს მივიდოდა გადარჩებოდა ამ გადარჩევას ხო ანუ ესე იგი ჭყლეტას ბოლოს 3000 ადამიანი და იმ 3000 ადამიანი და იმპერატორი არჩევდა საუკეთესოებს ხო სისტემა რა 3000 ადამიანს ხვდება იმისთვის რომ მისი განათლების დონე დაადგინოს და ჩინოვნიკად დანიშნოს ამიგე და ამიტომ ჩინეთი დღეს ჩინეთია და საქართველო დღეს საქართველოა ფეოდალიზმმა რა თქმა უნდა საქართველოს შეჭამა როდესაც ადამიანი ესე იგი ცოცხალი ახალი თაობა არ შედიოდა და ახალი სისხლი არ მიდიოდა ხელისუფლებაში და ეს შიშები საქართველოს აქვს აი ამ შიშებს ეს სუპისტები რა მართლა რომ პარტიებში იმიტომ არიან გადანაწილებული რომ ვერ მოხვდნენ ხელისუფლებაში ეხლა იქ არიან იმიტომ რომ ჯერ კიდევ იმათ რაღაც სახრავი აქვს შემორჩენილი და რაღაც ორი კაპიკი აი ესე არიან გადანაწილებული ხო მე ზოგი ციხეებს ავსებს და ზოგი ქვეყნიდან გარბის და ზოგს ეს ნაძართვის დაცვა უწევს რა აი ესეთი ქვეყანაა ამიტომ ესე იგი სასამართლო სისტემაზე კონტროლი არა მაგრამ თავის წარმომადგენლები მე ვნახავ ჩვენ როგორც არჩევით პროკურორი უნდა იყოს ქვეყანაში ისე პოლიტიკური პარტიების ან პარლამენტის დანიშნული პროკურორი ისევე სამეფო წარმომადგენლებს უნდა იყოს გამოძიებაში პროკურორი იმასაც შევხედავთ ვის მოთხოვს უბრალო საწყარი გლახა რომ თავისი ოჯახის სამართალი დაიცვას და გამოძიება სწორად ჩატარდეს. მერე გამოჩნდება ჩვენ დღეს ამას რაც უნდა ვარწმუნოთ, ხო, ეს სუპი ჭამიებს დავარქვენ ზუსტად მაგათ, რა, ვინც ასე აზროვნებს, რა. ვინც ამ პოლიტიკურ სისტემას ემსახურება წლების განმავლობაში და აშავებს იმას, რაც არ უნახავს და რაც მიუღწევადია. ორივე მხარე ამას აკეთებს, იმიტომ რომ ვიღაცას რო ჭირდებოდეს დღეს ჩვენ საზოგადოებრივ ტელევიზიასაც მოვწია, ეს საზოგადოებრივი საქმე, ჩემი პირადი საქმე არ არის და ბატონო ლევან თქვენი პირადი საქმე, არც გია ბურჯანაძის საქმეა და არც ლევან ბერაიას. საზოგადოებრივი საქმეა. ხალხს უნდა ველაპარაკოთ რა არის ეს კონსტიტუციური მონარქია. ამის საშუალებას რა სიკეთეა. ფაქტია, რომ აი ყველაზე დიდი იმპერიები ამ კონსტიტუციური მონარქიების შემდეგ შეიქმნა. ფაქტი ეს არის, გინდა ჰოლანდია, პატარა ქვეყანაა, ხო, ამ ყველაზე დიდი იმპერია იყო. ბრიტანეთი დღეს რა არის ინგლისი, არაფერი, უზარმაზარი, სოფლიოში უდიდესი იმპერია, მონღოლეთები. რა არის დღეს ყველაზე ტექნოლოგიური ქვეყანა, რომელია ესეთი? ხო, იაპონია, ხო? იგივე ჰოლანდია, იგივე ბელგია, იგივე ბრიტანეთი, ესპანეთი. ხო, იგივე რატო არის ეს წარმატებული და რატო არ არის დემოკრატიული რუსეთი და დემოკრატიული საქართველო ეგეთ წარმატებული ამ ხსენით ერთი რა? ალბათ იმიტომ რომ მეფე არის არბიტრი ამ შემთხვევაში. მაგას ვამბობ. აქაც ასე უნდა იყოს. მაგას ვამბობ. არ შეიძლება რომ მეფე ეს დააბალანსებს ყოველთვის იმ ძალებს. რა თქმა უნდა, ამას ლაპარაკობ და ამას ვხსნი, მაგრამ ჩვენ ახლა ლაპარაკობ დახურულ წრეში. ერთმანეთში გამოდის ლაპარაკი, რამდენი ადამიანი მოისმენს ამას გესმის, რამდენი დარჩება სიგნალიში. მეორე დანაშაული რაც არის ახლა კიდევ არც მინდა ამის თქვა, მაგრამ ჩვენ მაგალითად არ გვესმის ჩვენი წარსული ისტორია, ეს ცალკეა განსახილველი, ჩვენ რა შეგვეშალა, რა არ შეგვეშალა, გესმის, ქვეყნის როგორი განვითარებით უნდა წარსულიყავთ, როგორ არ უნდა წარსულიყავით, მაგრამ ერთი რამ ცხადია 90-იანი წლების შემდეგ არც ერთი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ჩაატაროს თანასწორი სამართლიანი არჩევნები. თუ ჩვენ დემოკრატიაზე ვლაპარაკობ და ეს ესე იგი მოგთანული ხალხი თუ რა ვიცი, არ დავარქვა ამათ ეს მოფეხა ცხრები, რა ვიცი. ყოველდღიურობრივი წარმატებები და ხან ეს პათხალინობა, ხან მეორეს მკვლელობა. არ ჩატარებულა დემოკრატია იმისა, რომ არჩევნები იყოს თანასწორი და სამართლიანი. თუ ესე იგი ადამიანს ნაპარავი ქონებით აქვს 90-იან წლებიდან ნაპარავი ქონებიდან ნაძართვით აქვს ქვეყნის დოვლათს და მოსახლეობის ხარჯზე თავისი სიმდიდრე შექმნილი და შემდეგ ამით უკვე რესურსი იყენებს, ხო? ის არჩევნები არ არის. რა თქმა უნდა. სახელმწიფო რესურსს როცა იყენებ, პირადად ნაძართ რესურსს რო იყენებ, ეგ არჩევნები არ არის, დამთავრებული მაგით საქმე. ესე იგი თქვენ არჩევნებიც არ აქვთ. სამაგოდ ხელისუფლებაში ყოფნა გინდათ. არა აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტია ეგრეთ წოდებული რესპუბლიკური. ხო და აი ეს რაც თითოეული იმის ეს ვალდებულება ეს არ არის არჩევანი ის არ არის რომ დავუშვათ
ვიღაცა ავირჩიოთ და მე მაგას უყუროთ. ის არჩევანი კი არ უნდა იყოს, ფაქტობრივად ის საჯელი უნდა იყოს. ერი სამსახური იყოს. თუ ერი არ ტკივა, თუ შენს ქვეყანა არ ტკივა, შენი სამშობლო არ ტკივა, შენი წასული არ გიხარია და არ გაწუხებს და მომავლისთვის ესე იგი არ ფიქრობ რაღაცა კარგს, მაშინ იქ შენი იქ ყოფნას აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენი აზრი. აი სწორედ ეს მონარქია, სახალხო კონსტიტუციური მონარქია, სწორედ ამის დამრეგულირებული ძალიან ბევრი ესე იგი სულ და მხარეს ხა დაანიველირებს, დაარეგულირებს და გამოასწორებს, იმიტომ რომ ესეთი კაცი ჭამეობა ხო აღარ ვერ იქნება საქართველოში ელემენტარულად და ის ცილისწამება რაც მიდის ამ სისტემისადმი გამოწვეულია ზოგიერთების არასწორი ქმედებით, შეცდომებით ასე ვთქვათ, უცოდინრობით და საქართველოს სპეციფიკის უცოდინრობით. ამან მიცა რესურსი, საკვები რესურსი ამათ სალაპარაკო. ეხლა ჩვენ რა გჭირდებოდა, კიდევ ჩვენ რაში რა მოხდა ისეთი არასასურველი, რომ ჩვენ აი შედეგებს ვერ მივაღწიეთ დღემდე. ეხლა ერთი მომენტი პატრიარქის ავადმყოფობა რა, იმიტომ თავიდან ის აქტიური იყო ამ მიმართულებით, ძალიან ყველაფერში ესე იგი თანაშრომლობდით, ჩვენი მეგობრები იყვნენ სერიოზული საზოგადო მოღვაწეები, ისინიც ასაკში შევიდნენ და სამწუხაროდ გარდაიცვალნენ და აი ამ წლების განმავლობაში ესეთი კარგი ადამიანები გვაკლებია რა, საერთოდ რომ საკლებოდა. დღევანდელი საპატრიარქოსგან ხო გჭირდება, ჩვენ გჭირდება და ქვეყანა სჭირდება, რომ ეს თემა იქნეს გაცოცხლებული აუცილებლად, მაგრამ სწორად გაცოცხლებული. სწორი ხალხისგან და სწორად გაცოცხლებული. კი, წავიდა რაღაც გადავიდა. ეს მინდა რომ ამაზეც რომ გაცოცხლებულია. ფსევდო არაფერი, ფსევდო ყველაფერს აფუჭებს. აი ეს მე ჩამოვაყალიბე რას ნიშნავს სიტყვები პატრიარქის მეფობს, მაგრამ არ მართავს, აი ჩამოვაყალიბე აბსოლუტურად გასაგებად, მე მგონი, ძალიან მარტივად, რამდენიმე პოსტულატი, ძნელად გასაგები არ არის, ყველამ უნდა გაიგოს ერმაც და ბერმაც. არანაირ ის არ აქვს, ბლიქნელობა, არანაირი ის, რომ ვიღაცას აჩუქებ, არანაირ თანამდებობის ჩუქება, არანაირი წოდებების და ეს უნდა მოისმოს. და რა ხდება იცი? ეს ეგრეთ წოდებული რესპუბლიკელები გვიტევენ იმ მიმართულებით, რომ ეკლესიისგან არ ჩანს ეს განცხადებული საბოლოო პოზიცია რა. უნდა იყოს განცხადებული ეკლესია როგორ უდგება ამ საკითხს. თავიდან ბოლომდე მათი მხრიდან ჩამოყალიბება. თავისი როგორც კი საეკლესიო რომელიღაც ესე იგი მოღვაწე სადღაც რომელიღაც იმაში იტყვის, რომ ესე იგი მეფე უნდა იყოს და ესეთი მართველი როგორც იყო რა, ისტორიულად, იქ ჩათვალეთ, რომ ეს საქმე ფუჭდება და ჩასაფრებულები არიან მის ესე იგი გადაღებაზე და მის მე გავრცელებაზე არის ეს სინამდვილე. ამიტომ საპატრიარქოს უნდა ვთხოვოთ ჩვენ, რომ ამ საკითხებში ესე იგი ჩაერიოს, სწორად ჩაერიოს. თავარი სწორად ჩაერიოს, როგორც კარგი იყო თავის დროზე ეს კონსულტაციები საპატრიარქოსა, პატრიარქთან. ხო, თუ აღადგენენ ძალიან კარგი იქნება, რომ ამ საკითხები თავიდან ბოლომდე გავიაროთ და ჩვენ შორის არ იყოს არანაირი ესე იგი დახურული თემა. საპატრიარქოსა და მონარქიულ ჯგუფებს შორის დახურული თემა არ უნდა იყოს. ეხლა გადავიდეთ იმაზე, რომ სუბიექტებმა მოინდომეს ამისი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. ჩვენ რა თქვია, რომ ჩვენი საინფორმაციო სივრცე საზოგადოებრივ არხზე დახურულია. მე ვერ მოთხოვ იმას, ვერც ინგა გრიგოლიას. მე ვერ მოთხოვ ვერც იმას, რა ქვია, თარგამაძეს და ვერც კიდე ლიალიაშვილს. ეს ერთი გუნდია, პრინციპი შევარდნაძის გუნდი, მათი ესე იგი იმიჯმეიკერ, პროპაგანდისტ პროვოკატორების, რომლებიც თავის დროზე ჩამოყალიბდა, ახლა შევახსენებ საზოგადოებას ერთიანად გრიგოლია, რაგვარი იყო ის რა ლიალიაშვილი და თუ ვიღაცა ეს ის რა ქვია ახვლედიანი ვინც არის იმედი თარგამაძე ხო ესენი გახსოვთ ქრისტიან დემოკრატია და წამართლეს პარტიის სახელი იმის შემდეგ მე ქრისტიან დემოკრატია არ მიხსენებდი გაანადგურეს
დასაცინი გახადეს ქრისტიან დემოკრატია საქართველოში და ვისაც რო დაველაპარაკებოდი ადამიანს, შენ თარგამაძის ბიჭი არა ხარ, შეურაცხყოფის დონეზე. დღეს ესენი ეს ამ პოლიტიკას აგრძელებენ შეურაცხყოფის დონეზე. ყველა მიმართვა არ აქვს მნიშვნელობა. ის ვითომ როგორ შეიძლება იყოს ლალიაშვილი ტრადიციონალისტი და რაღაც ქართული ტრადიციების მომხრე. გადავიდეთ ახლა იმაზე ტიპებზე, რომლებიც ესე იგი პირდაპირ იძახიან, რომ საქართველოს რუსი ჯარი უნდა დავაყენოთ რა. ეს ის არ არის უბრალოდ შეთანხმებლობა, ფრანგული სიტყვა ძალიან კარგი კოლაბორაცია. შეთანხმებლობა. ეს არის კაპიტულანტიზმი, უარესი. კაპიტულანტიზმია და ეს კაპიტულანტები დღეს მელაპარაკებია, რომ მე მონარქისტი ვარო. გამიგეთ რა შეასაკმე. აქ კიდევ ამბობ, საზოგადოებრივი არხი ახლა არ მიდევინება. მაგრამ ჩათვალეთ რომ მაგას ვაკეთებ, ხო? საზოგადოება რომელიც 100 მილიონ ლარს იღებს ყოველწლიურად ჩვენგან. ერთ გადაცემას არ აკეთებს მონარქიაზე, რომ საზოგადოება საუბრსა. ამაში გვინდა საპატრიარქოს ჩარევა, რომ კარგი და სუდი გამშავი და თეთრი უნდა გაიყოს. უნდა დაიდოს ყველა. რა თქმა უნდა დაიდოს და ვინ არიან ის ხალხები დამელაპარაკოს იმის, რა ქვია, ფილიპე მახარაძის შთამომავლობა რა უნდათ მონარქიაში. ეს ძალიან ესეთი თემაა, რომელიც ესე იგი და რა არის ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს იმ ხალხის ან ვინ საზოგადოების იმ ნაწილის, ვინც მართლა ფიქრობს ამ მონარქიაზე, აი მართლაც უფუჭებენ საქმეს თავიანთი ავტორიტეტით. არა, სპეციალურად კეთდება, განა შემთხვევით მოძდით. სულად ეს არის აგენტ პროვოკატორების მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით. ეხლა შენ დააკვირდი, რომ ეს მარტო იმაში რუსეთს კი არა აქვს ინტერესი, რომ ყველაფერი არეულ და არეულს მაგაზრით გავს შორსა ვარ მე. რაც უნდა იყვირო, მაგრამ დააკვირდი ირანის ამბავია ხო მოვლენები, მას რა ქვია მიწის ოპერაციების ანუ ჩატარება ამერიკის ჯარს უჭირს კი არა ის ვერ გაწირავს ჯარისკაცებს ხო რა არის გამოსავალი არის სამეფო ხელისუფლების აღდგენა ხო ფექლოვიდების დაბრუნება რომ ეს უზარმაზარი მასა ტრადიციალისტები შეიკრიბოს იარაღი დაურეგოთ არ აწყობთ ის რაც არის ურჩევნიათ ეს ეგრეთ წოდებული ისეთი იყვნენ რა ქვია მოლები მაიათოლები რომლებიც ამ პატრა ბავშვებს ხოცავენ ვიდრე ის რომ რევოლუციური წინამძღოლი ყავდეთ ტრადიციონალისტი. იგივე მოხდა ავღანეთში, იგივე მოხდა ერაყში. ესმის ამაში ესეც ცალკეა. ვის აფინანსებენ ეს ყველა ძალა? ეს ძალა აფინანსებს რუსეთი აფინანსებს კაპიტულანტებს, კოლაბორაციონისტებს, ის აფინანსებს ფსევდოდემოკრატებს, ფსევდორესპუბლიკელებს. აბა რა შეაინტერესებს ეხლა იმას რა ქვია? აგვარია ის ფონდი რო აქ გაკეთებული სოროს რა შეაინტერესებს ქართული ტრადიციები და სახელმწიფო წესრიგის და სამართლის დამყარება არა ინტერესებს რაღაც ფსევდო ის უფლებები რომელიც არ დაცულათ საქართველოში მოდი რა ქუჩაში ხალხს ხვიტავდით ციხეებში ხალხს აწარმოებდით დღესაც იგივეა 100 გამოუძებელი ის არის თავდასხმა ადამიანებს მომხდარია სამხედრო დანაშაული, პოლიტიკური დანაშაული და ესენ ვერაფერს ვერ ხედავენ ეს ფონდები. ეს არ ხედავენ. აი რა არის, იცი როგორ რუსეთი თავის აგენტურის მუშაობაში სულს ვერაფერს ვერ ხედავს. ისინი თავის აგენტურის მუშაობაში სულს ვერ ხედავენ. სამწუხარო ეს არის. ეხლა წამოვიდა მეორე ტენდენცია ვითომ პატრიოტიზმის, ხო? ვითომ პატრიოტიზმის, რომელიც იმას მეორე პატრიოტიზმი თუ მარტო ისე რომ რახან რუსეთი არის ესე იგი ჩემი ერთმორწმუნე იმას ყველას ძალიან ამ კითხვაზე ნიშნება პროტესტი ყოველთვის პეტრე პირველის მერე ესენი არ არიან მართლა არ არიან ხო იმიტომ ობერპროკურორი დღესაც ეხლა მეუბნებია რომ რუსეთშიო მაგრამ სტალინმა დააბრუნა ხო სტალინიზმი ცალკე პრობლემა შორს ვარ გადავედი არა სტალინიზმი იყო ჩვეულებრივი იუდომასონი, რასაც ქვია. ის იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამტყმელი ძალა. დამთავრებულია ნებისმიერ საკუთარ ფილმი ნახე, ჟიდომასონი ეგრევე იძახიან, როგორც კომუნისტებსა და ლაპარაკი ბოლშევიკებს. ბოლშევიკურ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაზე.
და ძარცვავდა სამეფო ხელისუფლებას. ანუ ბანდიტი იყო რა და ამ ფულს აძლევდა ციურიხში და ბრიუსელსა და კომუნისტებს. და ეს ახლა მეუბნებიან რომ ეს იყო თურმე ქრისტიანი. როგორ იყო ეს დაზარალებული? მე ამას შემიძლია გავაგზავნო. დღესაც კი დღესაც ყველაზე ათეისტური ქვეყანაა. ათეისტური ქვეყანაა ხო და ეს როგორ შექმნა? ობე პროკურორის მაგრა დანიშნა მაშინ ცეკაში ისა რა ქვია განყოფილება იმის. კი ბატონო ჩვენ დროს ვიცი ბახსოვს სიონი და დავშალე. თავი დროზე ასე უზადე ხატები შევარდი. ხო ეს საეკლესიო საბჭო შევარდი და საეკლესიო საბჭო ისევ მივედი ამ ხელისუფლებას. აღადგინა. ეკლესიათა საქმე აღადგინა. იმის მაგერა თუ რაღაც ცოტა გვერდზე გავიდეს და ესე არ გაანახოს რომ ცდილობთ მართვას საეკლესიო მართვა ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია ყველაში იმით ყველა მოხსნოა. კი ბატონო ასე იყო პეტრეს კაცი. სინოდალური კამერა. ვინც არ დაეთანხმა საწყალის სტაროველები ამოწეს. აი ასეთი ქრისტიანული სახელმწიფოა. ჩვენ დღეს რა თქმა უნდა არ აგვაქვს იმის უფლება რომ მართლა ვეუბნოთ რომ ესეც არა მაგრამ ასეთი რამანი ნათქვამი ხო ვინცო თავისუფლებას უალატავ იმანო მშვიდობა და სტაბილურობას დაკარგავ და დაკარგა ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენი ღირსება სინდისი უნდა შევინარჩუნოთ სამეფო კლუბმა ამ ინტერესი ამ ცხოვრება ასე იცხოვრა გესმის ამიტომ ხან მე ამასაკში უკვე ვიზა უკან დასამალი ახლა მაგრამ ამას რაც არის იმას ვლაპარაკობ არ ვერიდებით მე ის არა ვარ რა ქვია საინფორმაციო ისენი რო არიან რა ლიდერები როგორც არის ისე იყოს უბრალოდ ვთქვათ ის რაც არის არავის თავი არ მოვატყუებინოთ ვისაც მოსმენა უნდა და ყურები აქვს ვისაც ყურები აქვს და ტვინი აქვს რაც ვილაპარაკე გაიგებს ვისაც არ უნდა არც მოსმენა არც ტვინი აქვს და კუჭი აქვს მარტო ვისაც კუჭი აქვს მარტო იმ კუჭით იმოქმედოს იყოს ორფეხა ცხარი მოძოვოს არა მოაძოვინები და მე ხდება ის რაც ხდება ხოლმე მაგრამ მეცინება მე ამათ შედეგებზე რო ტირიანო იმიტომ სიხარბე როგორ არის ბატონოლებამ თქო იცი იმას ზომა წონა რა არა აქვს რა კი ბატონო აუცილებლად ამ სიხარბე მიიყვანს იმ უბედურებამდე რა კი ბატონო ამიტომაც ასეთ გადაცემებს იმიტომ აქვს აზრი რომ ადამიანებს გავაგებინოთ ეს ჩვენი შესაძლებლობებით რაც გვაქვს ეს სამწუხაროდ არ გვაქვს ჩვენ დიდი ეკრანი არ აგვაქვს და დიდი სარგოქა მაგრამ აუდიტორია ალკოს ამ შემთხვევაში ის პატარა რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ საკმაოდ დიდი ნახვებია ამ გადაცემებს და მინდა რომ ესე იგი იმედი მქონდეს რომ რაღაც გარკვეული ნაწილი მაინც გამოფხიზდება და გარკვეული ნაწილი მაინც შეხედა სხვანაირად შეხედა ამ ყველაფერს არის კიდე ერთი რაღაცა რომელიც ძალიან ხშირად დასკვნილი შეკითხვაა ბატონო გიორგი მინდა ამაზეც გავცეთ პასუხი რა იმიტომ რომ ხშირად მეკითხებიან და მეორე საკითხი რასაც ესე იგი მეკითხებია პირველი არის ფეოდალიზმი კიდე მეორე არის მეფის შენახვა და ესე იგი რა ხა კიდე კისერზე დაგვასვი მეფე და კიდე მისი შენახვა აი რამდენად ეს ხალხი ან უსინდისო კითხვა არის 90 წლები ეს რესპუბლიკური ხელისუფლება რა დაუჯდა ჩვენ რა არის ჩვენ რო ამათ პრეზიდენტი დაუჯდა რესპუბლიკურ ხელისუფლებას არ ვეძახით ხო ეს არის ჩვენი დანაშაული ეს არ არის დემოკრატიული არც სახალხო ხელისუფლება ეს ფსევდო რესპუბლიკური მართლობა რა დაუჯდა 90-იან წლებში 2000-იან წლებში და ეხლა რა უჯდება და ეს კორუფციული სკანდალები როგორია რამდენი ხალხის ზიცირეში და რამდენი ჩასასმელია რომ მივდგეთ ხო რომ მივდგეთ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ბიუროკრატია 90% ჩასასმელია ამიგეთ ამ საქმეებში მე ხო ვიცი რომ კუდები სად არის იქიდან თავრიდან კი არ იწყებენ. აი ცდილობენ რაღაც ნაგლეჯ ამოიღონ რომ ის რო გაისე გადარჩნენ. კი ბატონო. მე მეთქამება კორუფცია ქართულში არის ღალატი რა. ანუ მოღალატეობის 36 წლიანი ისტორია. ეს არის ეს ქართული რესპუბლიკანიზმი და ეს ხალხი მე გეკითხები გეუბნებიან რომ მეფის შენახვა ძვირი გიჩდება. ჰა? კი ბატონო. არ ხვენია? კი. მე აი ეს ხვეში უნდა მოვადო ერთი მაგისტრი. იმსახურებენ.
იმსახურებენ რა ან ეგეთ ადამიანს ნუ სუფრაზე გვერდით არ უნდა დაიჯინა ან თუ შესრულად ხარ ახალი არ უნდა ჩამოვა ახლა იმიდან ძირითადად ეს ხდება ესე იგი სოციალური ქსელებიდან ამასინა სუპიჭანიები რო დაარქვეს ერთმანეთს ეგენი არის ერთმანეთის ხარ ფულს ვინც აძლევს იმას რასაც უნდა იმას დაწერს Facebook-ში რა უშვერი სიტყვებით ლანძღავ ადამიანმა ჯერ ვერ გავიგე რა უნდა და იქ რაღაც ხასიათზე არაა და მე გავეც პასუხი მოუხარი რა ბოლო ვაგინამი ესე იგი თუ არ მოგწონს ნუ უყურებ კაცო მოგისაჯა ჩვენი გადაცემის ყურება კაცო არ გინდა ნუ უყურებ ისე არიან ესენი არიან პროვოკატორები რომლებიც ესე იგი ცდილობენ წყობილებიდან გამოყვანას თითოეულ ჩვენგანის და ჩვენისთანა მოაზროვნე ის ხალხის ვისაც ამ პლატფორმაზე დგევარ და გონია რომ გონეკენ მე ასე მიმაჩნია და ნამდვილად ასეა რომ ესე იგი დღეს საომავლო საქართველოსთვის ჭიანჭველას აქცევს სპილოთ ეგ არის მაგათი თერი ისა იდეოლოგია რა საკუთარ დანაშაულს საკუთარ სიმბიძულებს რა ჩაიდინეს 76 წლის განმავლობაში ვიც მიაწერო ხო არავის მიწერა არ შეიძლება დიახ იმიტომ რომ ეს თვითონ მეფე ამ ყველაფერს დაარეგულირებს და გამიჟდება მეფე კი არა სისტემა დაარეგულირებს რა თქმა უნდა დიახ სისტემა ამა ეს არის თავარი სისტემა სადაც მეფე არის ერთ-ერთი ჭანჭიკი კი ბატონო მოსამსახურე და მებრძოლი კი ბატონო გამთავრებულია განმარტება მიცემული ამისი და საზოგადოება მეს უნდა აღიქვას და თუ ვერ აღიქვას საზოგადოება აი უბედურებაში იქნება ჩვენ ხა ვერაფერს ვერ უშვებით რა ამ საზოგადოება ხო არის სიკვდილის პირას ყოფი ადამიანი და ადამიანი რომლის გამოჯანმრთელების შანსი არსებობს კიდევ მე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და ერთ-ერთი ადამიანი 91 წლის ბოლოს დავტოვე რა ჩვენ გამოიპარე იქიდან უბრალოდ გეტყვით ჩვენ დროს არჩევნებში მონაწილეობდა 3,700,000 რაღაცა ადამიანი უფლების მქონე იყო მაგრამ მოსახლეობა იმიტომ რომ მოსახლეობა იყო 5,600,000 რა მიგენა ეს ისე ყავს 3,500,000 ამომრჩეველი ისე მაგრამ მოსახლეობა რამდენია? გაცილებით 3,740,000 თუ რაღაც ეგეთი. ეგეთ როგორ დაცინვა. რა თქმა უნდა. მოსახლეობა დნება, საქართველოს დნება, შემოკარგებო და ეს ფსევდო პატრიოტები ქვეყანას ძარცვავენ. ისე როგორც ფსევდო პროდასავლელ რესპუბლიკელები. ერთი ჯანდაბაა. აი ეს არის კოჰაბიტაციის შედეგი. ეს კოჰაბიტაცია იტყუებიან ესენი, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ დაგვავალა იმან რა ქვია, ევროპა. კოჰაბიტაცია იყო 90 წლებიდან დაწყებული, ძალაუფლება გადავდიოდა შეთანხმებით, 2012 წელს ძალაუფლება გადავიდა შეთანხმებით გარკვეული პირობებით. ეს არ არის არჩევნები, ცკი. ეს არის სამართლიანობა, ცკი და ეს არ არის თავისუფლება და თანასწორობა მით უმეტეს რა. მოკლედ ხროვის გავაკეთებ უკვე, იმიტომ რომ ჩვენ დროში უკვე შეზღუდულები ვართ. მე მგონი დღევანდელი გადაცემა გამოგვივიდა. ბატონო გიორგი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიც უნდა მიხვდეს და ისეთი ადამიანები, რომლებიც ცოტა აზროვნებენ და როგორც თქვენზანეთ კუჭით არ მოქმედებენ, ისეთი ადამიანი უნდა მიხვდეს ამ ყველაფერს და ვინც კუჭით მოქმედებს, ის რაც უნდა თავში ჩაუდგო რაღაც ციგნი. მე რამედა ესე უბრალოდ ვინც მართლა აზროვნებს და ვინც ჩვენერად ფიქრობთ, ხო ამ პატარა საინფორმაციო სივრცის იგივე შემოიკრიბონ. ის მაინც გააკეთო კომენტარები დაწერო. კი ბატონო. ურთიერთობა დაიწყო რაღაცა. გავრცელება მოახდინო, რაღაცა ელემენტარული გაბედონ. თუ ისინი არ არიან მოფეხა მძოველები რა. კი ბატონო. იმიტომ რომ ადამიანებს 90% ურჩევნია რომ აი როგორც იმაში დათვალიერებაში რომ ამბობს რომ კარგელი გადაიქცაო ხო? საკმაოდ რომელიც მიშვებულია ამბენ. აი ესეთ ამაზე ვიც არის გადასული ის ადამიანი რა თქმა უნდა ჩვენთან საქმეს არ დაიჭერს, საქმეს არ გაერთულებს რა. ურჩევნია ვინც ფულს გადაუხდის იმასთან მივიდეს. უმთავრესობა რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან ცდილობს იტმასუნას. მაგრამ როცა ხედავენ რომ ხელისუფლება არ მიიღებს, երը მიდიან ამ ვითომ ოპოზიციაში და უკვე იქ რაღაც მომავლის იმედზე თუ რაღაც 1000 სულების ჩადიან. იმისთვის
იმისთვის რომ რაღაც მართლა სამიწუქებრივად რომ იაზონო და სამიწუქოს რაღაცა თუ გააკეთოს. მარტო ის ხო არ არის მართლა ყველაფერი, რაც არის კიდე რაღაცა, რაც არის ეს დიდი ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, ჩვენი წინაპრები მოღვაწეობდნენ და ჩვენ მომავალმა თავადაც უნდა იცხოვროს. ლევან დაადნეს ეს ქვეყანა ბოლშევიკებმა, ჩეკისტებმა, ეგეთმა მოაზროვნეებმა, ფსევდოდემოკრატებმა, ფსევდოლიბერალებმა დაადნეს. აქ როდენება წელიწადში ჩვენ კარგავთ 2%-მდე მოსახლეობაზე. აქამდე რამდენი დავკარგეთ და ეხლა ეს ტემპები ეს 2% რო იზრდება ფაქტია. ასე რომ რა ვიცი, აბა ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა ჩვენ ამდენს წინა გადაცემაშიც გითხარით, რომ ჩვენ მზათა ვართ თითოეული თქვენგანი თუ მოისურვებთ აგერ დამждებით და დებატებშიც მივიღებთ მონაწილეობას, კამაში იბადება ჭეშმარიტება და ის გზაც მიგიყვან ჩვენ სასურველ მომავლამდე ის და ის რაღაცნაირად უნდა შევჯერდეთ რაღაცაზე და რაღაცნაირად უნდა ეშველოს ამფლობანას. ჩვენ უნდა ყველაზე მარტივ შველის საშუალებას უნიაში როა გადავიდეთ. სამოქალაქო ომი რო არ მოხდეს საფრანგეთში, ყველაზე მარტივი გამოსავალი, ყველაზე უმტკივნეული გამოსავალი არის ეს. თან ერთი რამე ვიცოდეთ, რომ ეს ორი კანდიდატი აქვს ფაქტობრივად ბაგრატიონის. ბოლო-ბოლო ჩვენ შეგვიძლია რომ საყოველთაო სახალხო რეფერენდუმ არჩევნების სახით ეს ორი კანდიდატი თქვა აი ეს არის ეს ბავშვია რომელი გინდა გამოირჩიეთ რომ ჩვენ და მე თქვენ გადაწყვეტეთ და ის გააგზავნეთ დინასტიას იქნება ეს დინასტია მუდმივი თუ შემდეგ ტრადიცია დაუშვათ ერთხელ როცა ავირჩიეთ მეორეჯერ კიდევ რაღაც სახალხო არჩევნები ჩატარდეს დინასტიის გაგრძელებას ეს უკვე როგორი იქნება ეს უკვე მესამე და მეათე ხარისხოვანი საკითხია უბრალოდ როგორც ვხედავთ ერთხელ მოხდა საქართველოში კიდევ ეს საფრთხე და რა ვიცხა მე თქვენ სამოქალაქო ომის საფრთხე არ გამუდმივად არის ამ ცდელობა ხო პატარა ბავშვები ხო არა ერთ პატარა ის უნდა რაღაც ხო ამას ხო ხედავთ რომ არის ცდელობა რევოლუციას მოვახდეთ ამას არა ჩვენ ძალაუფლებას არავის დაუთმობთ ასეთ არჩევნებში როგორ და ძალიან გიდოდეს დათმობა ძალაუფლების ვერ დაუთმობ ამ სისტემაში მოკლედ მადლობა ვინც მოგესმენს დაგვეხმარება ვერნი დაგვიდგება მით უმეტეს ძალიან დიდი მადლობა წინასწარ კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის მადლობა ბატონო გიორგი ძალიან საინტერესო საუბრისათვის და რა ვიცი აბა ნახოთ გავაგზავნოთ ჩვენ ვაგზავნებთ ჩვენს გადაცემებს მე და რა ვიცი აბა ვივლიხობ ხანდახან და თუ რაღაც შედეგი იქნება დავინახავთ ადამიანი ჩვენ ჭირდება მეგობრები რომლებიც ვერტი დაგვიდგებიან კი ბატონო აუცილებელია და რა ვიცი მადლობა ყურადღებისათვის მომავალ შეხვედრამდე